de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 224 ეპიზოდს გადაცემის საკვირაში ერთხელ მიშამშვილდაძესთან. ჩემი გადაცემის ერთგულმა მაყურებელმა კარგად იცის, რომ მე ყოველთვის წინასწარ მეტყველებდი ქოცების ცუდ დასასრულზე. მიუხედავად ამისა, არასდროს მიფიქრია, რომ აი ასე ცუდად დაასრულებდნენ, როგორც ახლა იკვეთება. მაქსიმუმ ქვეყნიდან გაქცევა და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ გასამართლება. აი ეს მეგონა. ვერც კი დაუშვი, რომ საქმეში შეიძლება ჩაერთოს ჰააგა. თუ დადასტურდა, რომ მთავრობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ეს გადის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რანგში. შესაბამისად, ჰააგის საქმე ხდება. შეიძლება ვიღაც კოცებს გაუხარდეთ კიდეც. კაციშვილი რო არაფრად გაგდებს და უცებ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული. საქართველოში დამყარებულ დიქტატურაზე საუბრისას ხშირად პარალელს ვავლებდით ბელარუსის დიქტატორთან ლუკაშენკოსთან. მიმდინარე კვირაში კი ბიძინა შედარება სხვა ლიდერებთან უფრო გახდა აქტუალური. ბიძინა, ბაშარ ალ-ასადი, სადამ ჰუსეინი, ამ ორმა ნამდვილად გამოიყენა ქიმიური იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ბიძინაზე ჯერჯერობით ეჭვია. საქმე ისაა, რომ BBC-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, სადაც ნათქვამია, რომ მათ მოიპოვეს მასალები 1 წლის წინ საქართველოში მასობრივი დარბევების შესახებ. მათ შორის ექიმების კვლევები, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნების ანონიმური ჩვენებები, აქციების დროს დაზარალებულების სიმპტომები. ამ ყველაფერს დაყრდნობით კი გამოითქვა ეჭვი, რომ მთავრობამ აქციების დასაშლელად შესაძლოა გამოიყენა ნივთიერება, რომელიც არის UN 34-39 კოდის ქვეშ და ეს შესაძლოა იყოს კამიტი. ეს ნივთიერება ბრომობენზილციანიდია, რომელიც მოკავშირეებმა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად შექმნეს. ეს ბრომობენზილციანიდი დაიმახსოვრეთ, კიდე გამოგვადგება გადაცემაში. გამოცემა წერს, რომ კამიტი პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. ის მიმოქცევიდან 1930-იან წლებში ამოიღეს. იმის გამო, რომ ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი. ეჭვი, რომ წყლის ჭალში რაღაც იყო გარეული, შარშანვე ითქვა. BBC-სგან განსხვავებით, ათეულობით დაზარალებულის პოსტები უფრო პირდაპირი იყო. რაღაცით წამლავენ ეს კარგლები. იწერებოდა სოციალურ ქსელებში. თვითონ BBC-ს არ გამოუყენებია. ეს უფრო ჰააგის საქმეა. წყალში რაღაცის გარევა შარშანვე დაადასტურა მინისტრის მოადგილემ შინაგან საქმეთა ალექსანდრე დარახველიძემ. ეს ის დარახველიძეა, დასავლეთმა რო დაასანქცირა და ბრიუსელმა რომ ქვეყანაში არ შეუშვა. ისე ღირსების медаლიც აქვს, რაც მართალია მართალია. BBC-ს სტატიაშივე აღნიშნული, რომ მიუხედავად ქართული ოცნების მიმართ მოწოდებისა და ესახელებინათ თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაზე უარი თქვა. ცოცხალი თავით არ ამბობენ, რა გაურიეს. კარგი რო არაფერი, ხო ცხადია. 90-იანებში იყო ასეთი ფხვნილი, იუპი. წყალში ხსნიდით, სვავდით. ვიწამლებოდით, მაგრამ ჩვენი არჩევანი იყო რა. ხოდა იუპის ფხვნილიც კი არ არის UN 34-39 კოდის ქვეშ. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ კოცები აიბნენ და აიხლარდნენ. გადაბრალების ყველა მეთოდი ერთად სადეს, რაც კი აქამდე უქნიათ. თუ ადრე მარტო ნაცები იყო საკმარისი, ან მარტო deep state-ი, ახლა ყველაფერი ერთად მიაყარეს. ნაცები, deep state-ი, გვაგეებენ პირადობაში ეშმაკი, აყაყან და სრულიად საკოცეთი. პირველი რაც საწრაფო წესით გადაწყდა იყო BBC არ ვარგა. კალაძემ განაცხადა, BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა. ანუ BBC-ზე ჩვეულებრივ სისულელეებს ვაწყდებით ხოლმე.
as usual. პაპუაშვილი BBC-ს ინფორმაციაზე. ეს არის ჰიბრიდული ომის ტაქტიკა. ანუ მაგის მეტი რა ვიციო, შალო. ყველაზე მეტად BBC-ს გაბიაბრუება გურამა მაჭარაშვილმა სცადა. პირველი მსოფლიო ომისას არა, დიდგორისას იყო გამოყენებული ეს იარაღი. იღადავა გურამმა. თუმცა, როგორც ჩანს, ვერავინ გააცინა, რადგან საქმეს სერიოზულად მიუდგნენ დასავლეთში. ჰელსინკის კომისია აცხადებს, გადამოწდეს BBC-ს ცნობები, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქციროს პასუხისმგებელი პირები. ევროკომისიის პრესპიკერი ველით სწრაფ და სანდო გამოძიებას ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. იტალიელი დეპუტატი ლომბარდო BBC-ს სიუჟეტზე. იტალიის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიბაროს საქართველოს ელჩი. ვერ გამოდგა მაჭარაშვილის გადაობა რეზონანსული. ვერც BBC-ს ლანძღვამ გაამართლა. ამიტომ კოცები გადავიდნენ გეგმა ბეზე, ნაცები. მაშინდელმა შინაგანსაქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ისრები კიდევ უფრო მაშინდელისკენ გადაეცა. 16 წლის წინ. BBC-ს მიერ ნახსენები ნივთიერება წინა მთავრობის დროს შეიძინეს 2009-10 წლებში. ხელების დაბანას სცადა ვახტანგმა. ისეთი სისულელე თქვა გომელაურმა, რომ სასწრაფოდ გახდა საჭირო მოქმედი მინისტრის გელა გელაძის გამოსვლა. დარწმუნებით ვამბობ, შინაგანსაქმეთა სამინისტროს არასდროს შეუსყიდია ეგრეთ წოდებული კამიტი. ხო? ნუ ეს უფრო კარგი განცხადებაა. ამიტომაც არის გელა მოქმედი მინისტრი, გომელაური ყოფილი. საბოლოოდ კობახიძემ ამოღერღა, რომ რაღაც ნივთიერება შეიძლება გაურიეს, თუმცა ეს მგონი არ იყო კამიტი. ბოლო-ბოლო სუსმა საქართველოში აქციების დაშლაზე BBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო. ამ საქმეზე დაიბარეს ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები და უშუალო შემსრულებლები. დაკითხეს და წინასწარ პატიმრობაში აიყვანეს. გაგზავნეს ლაბორატორიებში ნივთიერებების შესამოწმებლად, ამოქეკეს ამ ნივთიერებების შესყიდვის და გამოყენების დოკუმენტაცია. აი, ახლა სერიოზულად. გამოკითხვაზე დაიბარეს ექიმები, რომლებმაც კვლევა ჩაატარეს და რომელთაც აღნიშნული ნივთიერებები BBC-სთან არც უხსენებიათ. აი ეს ხალხი დაიბარეს. გამოძიების პარალელურად კი განაგრძეს BBC-ს გაშავება. კობახიძე, BBC აბსოლუტურ ტყუილს ავრცელებს. BBC-ს თურმე არც ლადო ბოჟაძე ენდობა. თუმცა ამ მიმართულებით ყველაზე მაგარი განცხადება რუსთავი 2-ში გააკეთეს. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის აბრევიატურა უცნაურად ემთხვევა ბრომბენზილ ციანიდის ეს მოგითხარით დაიმახსოვრეთ. ბრომბენზილ ციანიდის შემოკლებულ აბრევიატურას, ასევე BBC-ს. ძალიან უცნაურად ემთხვევა ეს. ამდენ მეცაც გეტყვით. სხვა შორის BBC როცა დაარსდა, მაშინ პირველი მსოფლიო ომი იყო ახალი დამთავრებული და კამიტის ამბებიც ცხელ-ცხელი. შეიძლება კი არ ემთხვევა, პირდაპირ მაგის სახელი დაარქვეს და მე ვიღაცები რომ ჩაეკითხნენ, იმათ გადააკეთეს ვითომ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია. კოცებს როცა აწყობთ BBC ავტორიტეტული გამოცემა, როცა არ აწყობთ სისულელია. ვენეციის კომისია როცა უნდათ კარგია, როცა არა არაფრის მაგნისი. ევროპარლამენტის რეკომენდაციები როცა უნდათ კარგია, როცა არა ჩალის ფასი აქვს. ღარიბაშვილი ხან მართლმადიდებლობას იცავს, ხან მოღალატეა. ამერიკელი სენატორი როცა უნდა ჩვენი მეგობარია, როცა არა ჩათლახი. როცა რუსის სტუმარი ჩამოდის, ვაჟაბშაველა სტუმარ მასპინძლის ქვეყანა ვართ, როცა ევროპელი ჩამოდის, აკაცუკია 5,000 ლარით ვაჯარიმებ. აი ეგ არის სტანდარტული კოცობა. რაც შეეხება ქიმიური იარაღის ამბავს. ამ დროისთვის ასეთი სურათი გვაქვს. კობახიძის თქმით. შეამოწმეს ნივთიერება ის ნამდვილად UN 34-39 კოდის ქვეშაა და დადასტურებით შეუძლია თქვან, რომ ის არ არის კამიტი, მაგრამ რა არის არიციან. ანუ იციან ზუსტი დრო, როცა შეიძინეს, მაგრამ არიციან რა. აქვთ ინვოისი, კონტრაქტი, მიღება ჩაბარების აქტი, მაგრამ არიციან რაზე.
საცავიდან გაიცა ნივთიერება გამოსაყენებლად, მაგრამ არ იციან რა არის. აი ესე რა, არ ამბობენ რა გაურიეს. კაი, მოდი მეორე კითხვაზე გადავიდეთ. რატომ გაურიეს? წყლის ჭავლის ფუნქცია ხო ისაა, რომ ნაკლები ზიანით დაშალოს აქციის მონაწილეები, დაასველოს, დისკომფორტი შეუქმნას. რატო გაურიეთ რამე საერთოდ? ქოცი დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილიც კი უკმაყოფილოა ჭავლის მინარევებით. ის ასე ამბობს. მე არაფერი გამირევია. მაგრამ ვინც გაურია, ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით გააკეთა ეს. გადაამოწმონ და თუ დადასტურდება, რაც უნდა ისუქნიათ, მე თვითონაც დავაძალებ ჩემ მთავრობას, ვინც ამაშია გარეული, დაასანქციროს კი არა, დააპატიმროს, დაუყოვნებლი. კაცრი იყო შარმანაშვილი. ეგ თუ დადასტურდა, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, დაგირეკავთ ბატონო თენგიზ და შებერეთ. თქვენი იმედი გვექნება. მაგ წყლის ჭავში კოკა-კოლა რო გაგერიათ, მაინც არასწორი იქნებოდა. იმიტომ რომ იქნებ ზოგს ზერო ურჩევნია, ბიჭო. გაიგე. ასე ოსტატურად გადავედით გააცემის მეორე ნაწილში. ჩაანალიზებაზე. დღეს ვილაპარაკებთ იმაზე, თუ რატომ დაიწყო საერთოდ ეს აქციები, რას მოყვა დარბევები, 1 წელი გავიდა, როგორ გავიდა. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გაყალბებული არჩევნებიდან 1 თვეში მთავრობამ კონსტიტუციას გადაუხვია. ამას წინ უძღოდა გერმანიის ელჩთან დაკა-დაკა. გერმანიის ელჩმა მკაცრად მიმართა ქართულ ოცნებას. თქვენ უნდა შეწყვიტოთ ევროკავშირის შესახებ ცუდად ლაპარაკი. მტკიცება, რომ ევროკავშირი თქვენი მტერია. ეს გრძელდება ყოველ დღე, ყოველ ჯერზე, როდესაც ახალ ამბებს ვეცნობი, მესმის, რომ რაღაც სახის საშიში აგენტი ვარ. გაცეცხლებული იყო ეს დიპლომატი კაცი. გერმანიის მთავრობამ ხარს უჭერს საქართველოს განვითარებას. ეს არის გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფული. ეს არიან გერმანელი ავტობუსის მძღოლები, გერმანელი ექთნები, ჩემნაირი გერმანელი საჯარო მოხელეები. ჩვენ ყველა ვიხდით ჩვენი გადასახადის ნაწილს საქართველოსთვის 30 წლის განმავლობაში. მეტი რო არ შეიძლებოდა ისე გასაგებად ახსნა ელჩმა. ასევე გავცემთ ბევრ სტიპენდიას და საქართველოს მთავრობაში, პარლამენტში ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ჩვენი სტიპენდიით. მათ განათლება იურიდიულ და სხვა დარგებში გერმანიაში აქვთ მიღებული. მათ იციან რა უნდა გააკეთონ, მაგრამ თუ არ გააკეთებ, მაშინ მშვიდობით საქართველო, ევროკავშირი შენთვის აღარ იქნება. ცეცხლებს აფრქვევდა გერმანიის ელჩი. ამან ყველაზე მეტად გერმანიაში განათლება მიღებული კობახიძე გააცოფა. საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ყავს. თავისებურად შეიგინა ირაკლიმ. ამოიქოქა ანტიევროპული პროპაგანდაც. პაპუაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს შეზღუდვასაც სუვერენიტეტის ნაწილისა და ეკონომიკური თავისუფლების დათმობას. ნიადაგის შემზადების შემდეგ კობახიძემ პირდაპირ თქვა, მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველოს ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თქვა ირაკლიმ და თანაგუნდელებთან ერთად დაგაზა რესტორანში. ანუ ხალხი პარლამენტისკენ დაიძრა, ესენი წავიდნენ კაკლებში. რავი, ალბათ აღნიშნეს ბიჭება, ჩვენ წამოწყებას გაუმარჯოს ბიჭებო, იტყოდე, 4 წელიწადში შევარდებით ევროკავშირში. ამ ამბის მერე 1 წელი გავიდა. 4 წელიწადში ხო უნდა ყოფილიყავით მზად ევროკავშირში შესასვლელად. წესით, ამ 1 წელიწადში საქმის მეოთხედი 25% ხო უნდა გაკეთებულიყო. აი ამ ჩაანალიზებაში ჩვენ შეძლების დაგვარად განვიხილავთ ჩვენი მთავრობის ნაბიჯებს ამ 1 წლის განმავლობაში. საით გადავდგით, რამდენად წავიწიეთ, სად ვართ ახლა? პირველივე ნაბიჯი ევროპისკენ იყო პუტინის შექება. გაოცებული ვიყავი იმ სიმამაცით, რომელიც საკუთარი პოზიციის დაცვისას გამოავლინეს. შეაქო ქოცები ამ პლანეტაზე ყველაზე საზიზღარმა ადამიანმა. მეორე ნაბიჯი ევროპისკენ. დეპუტატ როთის შეფასება. ზუსტად ისხდება, რისიც გვეშინოდა. იზოლაცია ევროპის ნაცვლად. საგარეოს 44 თანამშრომელი ევროკავშირზე მთავრობის გადაწყვეტილებას გაემიჯნა. საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში. კიდევ კარგი ამ დღეს საფრანგეთში საქართველოს ელჩის სტატუსით არ მოვესწარი.
ეს გოჩა ჯავახიშვილმა თქვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სულხან საბაც ასე იტყოდა. ცოცხალი რო იყოს. თავდაცვის სამინისტროს 40 თანამშრომელი ქართული ოცნების გადაწყვეტილებას გაემიჯნა. ევროკავშირის ელჩი ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. ანუ კაცი ჩამოვიდა საქართველოში, რომ ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები დაელაგებინა და თავის იზბარში ეგონა. ეს რა ხდება, სად გავიღვიძე? საგარეოს გამიჯნული თანამშრომლების რიცხვი 93-მდე გაიზარდა. შემდეგ 198-მდე გაიზარდა. ბოლოს 226-მდე გაიზარდა. 17 მოსამართლე ქართული ოცნების გადაწყვეტილებას გაემიჯნა. განათლების სამინისტროს 140-ზე მეტი თანამშრომელი ქართული ოცნების გადაწყვეტილებას გაემიჯნა. იუსტიციის სახლის 300-ზე მეტი თანამშრომელი ქართული ოცნების გადაწყვეტილებას გაემიჯნა. აქ უკვე გვარიანად შეფუძხუნდნენ მთავრობაში. ყობახიძე გამოვიდა და დაგვაბრალა, ვერ გაიგეთ რაც უთქვი. იკვეთება წაკითხულისა და მოსმენელის გააზრების პრობლემა. გვითხრა ირაკლიმ და განაგრძო ევროკავშირისკენ ქვეყნის წაყვანა. რაც თავის მხრივ არ გამოპარვიათ ევროპის ქვეყნებსაც. ეთყობა იგრძნეს, როგორც კი მიუახლოვდით. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები ვართ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში არსებული სიტუაციით, სადაც ხელისუფლებამ გამოაცხადა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება. ისე ამ ასამბლეაშიც მაგრები არიან. ერთი როგორ არ გამოჩნდა კითხვის და მოსმენელის გამააზრებელი. ასამბლეაა, ხო? საფრანგეთის საგარეო შეშფოთებულები ვართ. ნიდერლანდების, ბულგარეთის, იტალიის, ჩეხეთის ელჩებმა თანამდებობები დატოვეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ასე გავიდა 1 წელი. უпроსტად ასე გავიდა 2 კვირა. ეს 2 კვირაში მოხდა. მერე გამოჩნდა სანქციების პირველი მერცხალით. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ივანიშვილს, გომელაურს და სხვა მაღალჩინოსნებს სავიზო სანქციები დაუწესეს. განვაგრძობ ევროინტეგრაციის ნაბიჯების ჩამოთვლას. ნიდერლანდები ევროკავშირს მიმართავს, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს. ესტონეთი ვეღარ გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების სამინისტროსთან. გაერთიანებული სამეფო საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას დაუყოვნებლივ აჩერებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 20-მდე ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს დემოკრატიული მომავალი საფრთხის ქვეშ დგას. ამ ყველაფრის შემდეგ ირაკლი ყობახიძემ გააკეთა პირველი შუალედური შეფასება და დაასკვნა, რომ კარგად მივდივართ. ფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება რეალურია. ეს ისეთი განცხადებაა, წესით ისე უწევდათ კაკლებში წასვლა. ესტონეთმა ოცნების 14 პირს, მათ შორის ირაკლი ყობახიძეს, მამუკა მდინარაძეს და წულუკიანს სანქციები დაუწესა. ლიეტუვამ ამ 14 სამით წაუმატა 17 ადამიანი წაასანქცირა. აქ წარადგინა მეორე ანგარიში ირაკლიმ. საქართველოში ყველაფერი კარგადაა. სწორედ ამას ვერ ეგუებიან ჩინოვნიკები ევროკავშირში. შეეგუებიან ირაკლი, საწავლენ. სადა აქვთ რომ წასასვლელი. ევროკავშირის ევროსაბჭო გაფართოების შესახებ დასკვნას აქვეყნებს. საბჭო მწუხარებას გამოთქვამს მთავრობის მიერ ბოლოს მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს. აი, აქაც იკვეთება სხვა შორის წაკითხulis და გააზრების პრობლემა. არა ირაკლი, ამ პლანეტაზე საერთოდ ვინმე იცის კითხვა საერთოდ ამ პლანეტაზე? სანქციების ახალი ტალღაც წამოვიდა. ბრიტანეთი გომელაურს, დარახველიძეს, ხარებას, ლაგაზაურს და თამაზაშვილს სანქციებს უწესებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვახტანგ გომელაური დაასანქცირა და მაგნიცკის სიაში შეიყვანა. რანაირი კაცია ეს გომელაური, სადაც არ უნდა წავიდეს, დაიჭერენ და სადაც არ უნდა დარჩეს, დაიჭერენ. განვაგრძოთ ევროკავშირისკენ წინსვლის მაგალითების ჩამოთვლა, ბევრი აღარ დაგვრჩა. მოვედით 2025 წლამდე. მთელი თვე მოვყევით. ევროკავშირის კომისია ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზა დაჭირდებათ. არა უშავს ბაო, გაიჭირებენ ცოტა ხანი 2030 და ვიზა კი ასე პირადობით შემოვლე. გერმანია ოცნების მთავრობასთან 227 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილ პროექტებს აჩერებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის ფინანსური სანქციები დაუწესა. ყაველაშვილმა ადამიანის უფლებების შემზღუდავ სადავო კანონებს ხელი მოაწერა.
შეკრებების დროს ლაზერების აკრძალვა, სახის შენიღბის აკრძალვა, ქუჩაზე გადას. მოდი ბევრს ვალაპარაკებთ რა, ევროპაში როგორცაა რა, აი ეგენი. და აი, როგორც იქნა, განცხადებიდან ერთი თვის თავზე საქართველოს მთავრობას შეუქეს წინ გადადგმული ნაბიჯები. ვინ შეუქო? სავარაუდო პასუხებია: A. სენატორი შაჰინი, B. ჯო ვილსონი, G. ემანუელ მაკრონი. D უნდა ვთქვა ხო? უეჭველი. D-ს ითხოვს აშკარად ამოცანა. კაი, D. სერგეი ლავროვი. კაი, აღარ მოგაცდეთ სწორ პასუხზე სალაპარაკოთ. ამავე პერიოდში დაანონსდა თბილისში ევროპული რესტორნების ქსელის სირო ვარნაიას ფილიალის გახსნა. ხო, რუსეთი რა, რუსეთიც ხო ევროპაა. რაღაც პონჩი. ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად მიწვევა ივანიშვილის მთავრობაში არავის მიუღია. საქართველო არ მიიწვიეს დავოსის ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. გერმანიამ ქართველი მაღალჩინოსნები დაასანქცირა. ევროსაბჭომ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო. ახალი არჩევნები პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს დაგვავალა. აქ უკვე აღარ გამოდიოდა მათი უგულებელყოფა. ამიტომ ოცნებამ ასეთი გამოსავალი მოიფიქრა. თეატ ლუკიანმა თქვა: დღეიდან ვწყვეტ მუშაობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ჩეხეთმა ოცნების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. ამის პასუხად ქართული ოცნება გამოხატვის თავისუფლების გაუქმების დიქტატორულ წესებს განიხილავს. კრიტიკისთვის, რომელსაც შეურაცხყოფად მიიჩნევენ, შესაძლოა დაგაპატიმრონ. პოლიცია შეუძლია მოწმის გარეშე განახორციელოს პირადი ჩხრეკვა. აქციის დროს ვერც კარავს გაშლით, ვერც სცენას მოაწყობთ. გაფრთხილების გარეშე სპონტანურად შეკრება კანონის დარღვევად ჩაითვლება. ამოქმედდა 5,000 ლარიანი ჯარიმები. ჩემი აზრით, ასე ერთ-ერთი ევროპის მიბაძვაც ნამეტანია. თებერვალში სამთვიანი შეჯამება გააკეთეს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ნათელია, რომ საქართველოს ამჟამინდელი კურსით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება. აი ასე გადავაგორეთ ზამთარი. ირაკლის კვარტალური შეჯამება არ გაუკეთებია. გაზაფხული დადგა თუ არა, ლიეტუვამ 74, ლატვიამ 16, ესტონეთმა 55 ქართველი მაღალჩინოსანი დაასანქცირა. მედიის შემზღუდველი მაუწყებლობის რეგულირების ევროპული კანონი ყველა მედიაზე, მათ შორის ონლაინ მედიებზეც გავრცელდება. აბა გამოიცანეთ რომელი სიტყვა ჩავამატე. რა თქმა უნდა ევროპული. პირველი კვარტლის ჩავარდნის შემდეგ ქოცებმა უცებ ამოქოქეს. გამოხმაურებამაც არ დააყოვნა. ჩეხეთის საელჩო საქართველოს ერთდროს დემოკრატიის შუქურა იხრება ავტორიტარიზმისკენ. ლიეტუვამ 2025 წლის სემესტრული გასვლითი პროგრამების სასტიპენდიო სიიდან საქართველოს ამოიღო. ნორვეგიის საგარეოს განცხადება: საქართველოს ხელისუფლების ახალი რეპრესიული ინსტრუმენტები შემაშფოთებელია, რეჟიმის თანხმობის გარეშე გრანტის მიღება იკრძალება. პოლონეთმა ოცნების მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ევროკავშირის პრესპიკერი: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნის ევროპულ ინტეგრაციას. კობახიძეს თბილისში ევროკავშირის ღონისძიებაზე მოსაწვევი არ გაუგზავნეს. რავი, ალბათ უთხრეს, რომ შენ რა დაპატიჟება გინდაო, მით უმეტეს თბილისში. იტალიის სენატში რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც ოცნების წევრების დასანქცირებას ითვალისწინებს. ჩვენი წინსვლა აღნიშნეს უშუალოდ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმაც. მაკრონი, მერცი და ტუსკი ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომლებმაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა. უმსხვილესმა შვედურმა დონორმა ქართული ოცნების ხელისუფლებას დახმარება შეუწყვიტა. არაუშავს, სუპი აქვთ, სუპს ჭამენ. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა ქართული ოცნების წინააღმდეგ მორიგი კრიტიკული ანგარიში მიიღო. ამ განცხადებაში საინტერესო სიტყვაა მორიგი. ანუ 1 და 2 რო არ ეყოთ, მორიგი კრიტიკული ანგარიში გახდა საჭირო. სადამდეა აქ არ ვიცი, ალბათ 10-მდე, 11-ზე უკვე იწვევი. ასე დადგა ზაფხული. ზაფხულის დადგომისთანავე გადავრიეთ ნეიტრალური სახელმწიფო. შვეიცარიის საელჩო შევაშფოთეთ ადამიანის უფლებების მიმართულებით. შვეიცარიელების შეშფოთება, შვეიცარიელებმა შეშფოთება ბოლოს 80 წლის წინ წადეს და არ გამოუვიდა. ზაფხულში ეხა ჩვენ შევაშფოთეთ. წავიდა პოლიტიკური რეპრესიები, დააკავეს ოპოზიციის წარმომადგენლები. აი, როგორც ნორვეგიელები აკავებენ ხოლმე, ისე რა. დააკავეს ზურა ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი.
რავი, ბევრი გერმანიის ელჩი ფიშერი ამასობაში ისე დღეში ჩავაგდეთ, რომ თეატრალურად გამოხატავდა აღშფოთებას. საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია. საით მიდიხარ? საქართველო. სამაგიეროდ ჩვენ გერმანიაში დამკვიდრებულ პრაქტიკას მივმართეთ და სასამართლოს შენობაში მედიის მიერ გადაღების აკრძალვის კანონპროექტი მივიღეთ. ახლა იკითხავთ, კი, მაგრამ ევროპაში არავინ უჭერს ოცნებას მხარსო? როგორ არა? ევროპარლამენტში იყო პოლიტიკური ჯგუფი სუვერენულ ერთა ევროპა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ქოცების მხარდაჭერით. აი მაგათ მოითხოვეს, რომ ევროკავშირი შეეწინააღმდეგოს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. ანუ ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფს სუვერენულ ერთა რიგას ESN ესე ქვია, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერი რიტორიკით გამოირჩევა. ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ინიცირებული აქვს შესწორება, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტი უნდა შეეწინააღმდეგოს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. რა ვიცი, ან ეს სლოვაკი კაციც გადარიეს კოცებმა, ან კიდე ამათ თხოვეს, რომ მოდიო არ გაგვაწევრიანოთ. სულ ეს ორი ვარიანტია. 17 ევროპული სახელმწიფოს განცხადება. შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარების გაუარესებით. საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე შემდეგი ნიუსი ყველაზე აგრესიული იყო. თუ საქართველო კურსს არ შეიცვლის, ევროსაბჭოდან მის გაძევებას მოვითხოვთ. კანონპროექტით საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში გამარტივებულად ვეღარ დასანქდებიან. ასე სევდიანად დასრულდა ზაფხული და დადგა შემოდგომა. ოპოზიციის ლიდერები დაიჭირეს, როგორც ფინეთში ხდება ხოლმე. ხაბეიშვილი დაიჭირეს, ელენე ხოშტარია დაიჭირეს. საფრანგეთის სენატი ოცნების მთავრობის მიმართ კრიტიკულ რეზოლუციას ამზადებს. ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა. ქოცები ცოტა შეფიქრიანდნენ და მდგომარეობის გამოსწორება ასეცადეს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ასაკრძალად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აკაცუკი ეძახეს, 5,000 ლარი დააჯარიმეს. ემიგრანტებს კი ხმის უფლება ჩამოერთვათ. როგორც ევროპაშია, კონკრეტულად კი ირლანდიაში. საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა, განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმე. საქართველოს ერთადერთია კანდიდატებს შორის, რომელსაც წევრობის გზაზე რეგრესი აქვს. წევრობის კანდიდატობის ისტორიაში საქართველოს ყველაზე ცუდი ანგარიშის დასკვნა ჰქონდა. ისტორიაში ყველაზე ცუდი რაღაც ჰქონდა, ხალხო, ჩვენ. აი ეს იყო ამათი წინსვლა ევროკავშირისკენ ბოლო 1 წლის განმავლობაში. 3 წელი დაგვრჩა და მზად ვიქნებით ევროკავშირისთვის. ხუმრობა იქით იყოს და ნეტა იმას რამდენი წელი დაჭირდება, რომ იმ ნიშნულზე დავბრუნდეთ, სადაც 1 წლის წინ ვიყავით. ეს 1 წელი შეაჯამა შალვა პაპუაშვილმაც. თუ კი ვინმეს აქვს უკუსვლა, სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია. შალვა, იმათ უკუსვლა აქვს და ჩვენ წინსვლა გვაქვს. არის შანსი, რომ უფრო მალე შევხვდეთ ერთმანეთს. გაიგე? ვიდრე 2030. თუ ძალიან სწრაფი ტემპები წამოვლენ უკან, რავი, აი გაისად დავლაგდებით რა. სხვათა შორის შალვა პაპუაშვილს ახალი მეტსახელი მოუფიქრეთ. ანტიკოლუმბი. კოლუმბი ხო ინდოეთში მიდიოდა, ამერიკაში მოხდა. შალვა პირიქით ამერიკასკენ მიდიოდა, ინდოეთში აღმოჩნდა. როგორ ჩანს, ვერ ესწრება ევროკავშირში შესვლა 2028-მდე. ამიტომ გადაწყდა, რომ რა გადაწყდა იცით? გადაწყდა, რომ ევროკავშირი ცუდია. ჩვენ კი მივდივართ იქით, მაგრამ ცუდია. წამოვიდა ნაირ-ნაირი მესიჯბოქსი. ევროკავშირი გვაიძულებს კაცს დაუძახოთ ხალი. ევროკავშირში კორუფციის მხრივ ბევრს ჩვენზე ცუდი ვითარება აქვს. როცა თავისუფლებისთვის იბრძვი, იქ რაღაცა ვიზის რიგში ჩადგომა მეათე ხარისხოვანია და ასე შემდეგ. ახლა მეგობრებო, ჩვენ რა ვქნათ ჩვენ? ეს ასზე მეტი მაგალითი ტყუილად არ მომიყვანია. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ესენი არსად წამსვლელები არ არიან, მით უმეტეს ევროკავშირისკენ. ამიტომ ესენი უნდა გაუშვათ. გაიგეთ? სულ ეს იყო, რაც დღეისთვის მინდოდა მეთქვა. სოლიდარობა პოლიტპატიმრებს.
ცეცხლი ოლიგარქია. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.